დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ყველას გულითადად მოგილოცავთ. ალბათ საეკლესიოსაც და საერო დღესასწაულსაც, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ქვია. ჩვენ ერთი პიროვნებები ვართ და ქრისტიანებიც ეკლესიის წევრები ვართ და ამასთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ. ამიტომ ღმერთმა ჩვენ მოგვაბარა ეს ყველაფერი. ჩვენმა წინაპრებმა გაუფრთხილდნენ და დღევანდლამდე მოიტანეს. გაუფრთხილდნენ არა მხოლოდ მიწა-წყალს, არამედ გაუფრთხილდნენ იმ სულს, იმ სულისკვეთებას, იმ შინაგან საქართველოს და შინაგან სამშობლოს გაუფრთხილდნენ ისინი, რომელიც ხილული თვალით არ ჩანს, რომელიც ყველა ადამიანის გულში არის. ასევე მათ ესმოდათ ძალიან კარგად, რომ რა არის ღვთის მიერ მონიჭებული ჩვენდამი ყველაზე ალბათ დიდი საჩუქარი და ამავე დროს ყველაზე სახიფათო საჩუქარი, რასაც ადამიანის თავისუფალი ნება ქვია. იმიტომ რომ თავისუფალი ნებით ადამიანს შეუძლია მრავალი სიკეთე გააკეთოს, მრავალი სათნოებითი საქმე აღასრულოს, მაგრამ ამავე თავისუფალი ნებით ადამიანს შეუძლია რომ დაანგრიოს ყველაფერი, რაც სიკეთესთან და სათნოებასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯერ საკუთარ თავში, გაიმეტოს საკუთარი თავი ტკივილისთვის, ტანჯვისთვის და ბოლოს ჯვარი ყველას წერია ჯოჯოხეთილი ტანჯვისთვისაც და ასევე ადამიანებს, რომლებსაც მეტი პასუხისგებლობა აწევთ ქვეყნის წინაშე, მათ კი შეუძლიათ არა მხოლოდ საკუთარი თავი, საკუთარ თავს გაუკეთონ მსგავსი რაღაცა, არამედ მთელი ერი და მთელი ქვეყანა შეიძლება ისე იგი წაიყვანონ იმ მიმართულებით, რასაც ღვთის მოწინააღმდეგე სულ აქვია და რასაც უსიყვარულობა და თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენება ქვია. დღეს სიმბოლურია ზუსტად, რომ შემოვაბრძანეთ ხატი, რომელიც საგანგებოდ დაიწერა არბოს ტაძრისთვის და აქ არის რაც შესაძლებლობა მოგვეცა მეფეები, დედოფლები და მოკლედ მთავრები, რომლებიც ისე იგი საქართველოს ისტორიის ნათობები არიან და საქართველოს ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. წმინდანებად შერაცხა პირველ რიგში არა იმისთვის, რომ მათ შეიძლება გამარჯვებები მოიპოვეს და მათ შეიძლება საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბამდე გაწიეს, არამედ მათი შინაგანი წეღარაზეც ვილაპარაკეთ, მათი შინაგანი სულიერი პასუხისგებლობით ღვთის წინაშე, სამშობლოს წინაშე და ადამიანის წინაშე. ანუ ღმერთი მათთვის და საღვთომცნებები მათთვის იყო უმთავრესი, რითიც ისინი ცდილობდნენ საკუთარი თავის მოწყობასაც შინაგანად და ამავე დროს კოკასაშინა რაც ადგას იგივე წარმოდინდების და ისინი ამავე დროს ყველაზე ძვირფას რაც კი მათ ღმერთმა მიაბარა, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი საყვარელი საქართველო, მათ რაც შეეძლო თავის ადგილას მოკლედ უერთგულეს მას და ეს ერთგულება დაუფასა მათ როგორც ერმა, ასევე ბერმა და დღეს ისინი ისტორიის ფურცლებზე მნათობები არიან და ასევე საქართველოს ეკლესიის მფარველები არიან და საქართველოს ეკლესიის მოკლედ მაგალითები არიან იმისთვის, რომ როგორ უნდა უყვარდეს მთავარს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. და ეხლა მე მინდა ცირეოდენი ახლა მხოლოდ ეს ისტორიული მომენტი რო არ იყოს და ჩვენ მხოლოდ იმაზე არ ვისაუბროთ, რომ აი რა არის მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ჩვენი წინაპრები ყავდა, უდიდესი წინაპრები, რომელმაც ერთმა თქვა, რომ ვახტანგ გორგასალმა, წმინდა ვახტანგ გორგასალმა, რომ ეძებდით ქრისტესთვის სიკვდილსო, თამარი იყო, რომელიც ისე იგი გაუშვებდა ისე იგი ჯარს საომრად და თვითონ ისე იგი ძაძებს შეიმოსავდა და მთელი ღამის თევით აღასრულებდა მოკლედ ლოცვით კანონს
დავით აღმაშენებელი, რომელიც ომში მიმავალიც კი მოკლედ კითხულობდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და ისე იგი გარდაცვალების წინ საოცარი გალობანი სინანულისანი დაგვიტოვა და მრავალი ქეთევან დედოფალი, რომელმაც საოცარი მოწამეობა აიღო. ანუ ეს არის მათი ღვაწლი, მათ აიხლა ვისაუბროთ, მათ როგორ შეძლეს ეს ყოველივე რა ხდებოდა მათგულებში და დღევანდელ ჩვენში რა უნდა ხდებოდეს, რომ ჩვენ შევძლოთ, ნახეთ, აი იგივენაირად უერთგულოთ ღმერთს. დღეს ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩვენ აი ბევრს საუბრობთ რაღაცეებზე, აი რაღაცა თითქოს მსჯელობთ საქართველოს შესახებ, იმის შესახებ, ამის შესახებ, ვცდილობთ სხვასაც ისე იგი სხვასაც ვასწავლოთ რაღაცა ეს პატივისცემა რაღაცებისა, ანუ იმ იდეალებისა და იმ ისე იგი ზოგად საკაცობრიო ცნებებისა, ღირებულებებისა, რომელიც ჩვენს ღირში არის, მაგრამ ამავე დროს იმას ვერ ხვდებით, რომ არ შეიძლება პირველ კლასელ ადამიანს მოსთხოვო მე-11 და მე-12 კლასის მასალა და ამასთან ერთად არა მხოლოდ ეგ, არამედ უმაღლესი განათლების მასალა მოსთხოვო. შეუძლებელი ადამიანი ამას ვერ შეასრულებს და ამიტომ ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ, სამწუხაროა, რომ ჩვენ თან უნდა ვისწავლოთ და თან უნდა გაუფრთხილდეთ და ეს ბოროტმაც იცის, ეს იცის საქართველოს მტერმაც, შიდა მტერმა თუ გარე მტერმაც იცის, რომ ჯერ ჩვენ არა ვართ მზად, ჯერ ჩვენ სწავლის პროცესში ვართ, ჯერ ჩვენ ვცდილობთ, რომ ღმერთი გავიცნოთ და შევიყვაროთ, ჯერ ჩვენს აზროვნებაში საბჭოეთიდან გამოსულები ჯერ ვერ დავფიქრებულ ვართ, რომ ჩვენ რო თავისუფლები ვართ, ჩვენი ქვეყანა როა, ჩვენ რო უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რო უნდა ვიშრომოთ, ჩვენ რო უნდა ვიმსჯელოთ ამაზე, ჩვენ რო უნდა გავწიროთ და სხვა ვერავი ვერ გაწირავს ამ ქვეყნის და ჩვენ ჯერ ახლა ვცდილობთ და ვსწავლობთ ერთმანეთის სიყვარულსაც, რა არის ადამიანი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რა არის საქართველოს სამშობლო, რას წარმოადგენს თვითონ სამშობლო, არის მთავარი თუ არის ადამიანების ერთობა და აი ამ სწავლის პროცესში ვართ ჩვენ და აი ამ სწავლის პროცესში ეს ყველა მიცის, ანუ მტერმა იცის ეს, ანუ კაცობრიობის მტერმა და ადამიანის მტერმა იცის, როგორც შიდა მტერმა, ასევე გარე მტერმა იცის ეს და ამიტომ ვცდილობს, რომ ჩვენ აი ამ ცოდნაში, სწავლაში და შემდეგ გაფრთხილებაში ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას. ჩვენ უნდა მივხვდეთ რა არის ჩვენი საკეთებელი და იმ ღვთისშემეცნების გზას აუცილებლად უნდა დავადგეთ. ანუ ქრისტესთან ახლო მისვლას უნდა დავადგეთ, იმიტომ რომ უფალმა თქვა, რომ ვისაც უყვარ ვარ მე და ან ვისაც უყვარდეს ჩემზე მეტად დედა, მამა, ცოლი, შვილი, აგარაკი, ანუ აქ იგულისხმება სამშობლო, ანუ ყველა თუ ჩემზე მეტად რამე გეყვარება, თქვენ ჩემი ღირსები არ ხართ. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ღმერთთან უნდა მივიდეთ, ამიტომ უფალმა თქვა ასევე, რომ ჩემს გარეში არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, ანუ არც სიყვარული შეგიძლიათ, არც ერთგულება შეგიძლიათ, არც პატიოსანი მსახურება შეგიძლიათ, არც ღმერთისა, არც სამშობლოსი, არც ადამიანისა და ამას ვერ ხვდებით უბრალოდ. ჩვენი პოლიტიკური პარტიები იქნებიან თუ ადამიანები, რომლებიც თქვენ ფიქრობთ, რომ კი ყველას თითქოს რაღაცა ქვეყანა უყვარს, მათ უნდათ რომ ქვეყანა განვითარდეს, მათ უნდათ რომ ქვეყანა ბედნიერი იყოს, მაგრამ თავს ვერ ხვდებიან ეს ადამიანები. რას ვერ ხვდებიან, რომ თუ შენ თვითონ ის სრულყოფილი და თავგანწირული სიყვარული არ აქვს გულში, შეუძლებელია შენ რამე სასიკეთო შექმნა. ყოველთვის ამ სიყვარულის უკან იდგება შენი გამორჩენა, ყოველთვის ამ სიყვარულის უკან იდგება გარკვეული პირადი ანგარება ან ზოგადი ანგარება, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. ამიტომ აი მოდი ქრისტეს მაგალითზე, აი ეხლა ქრისტეს მაგალითზე, ქრისტეს მსახურების მაგალითზე, როგორ მოემსახურა ის, როგორი სიყვარულით ემსახურა ის, ნახეთ, მამას, როგორც ღმერთს, როგორ ემსახურა ის ადამიანს და როგორ ემსახურა როგორც სამშობლოს გულისხმობ უკვე იმას, როგორც აი ერთობას, ადამიანების ერთობას, ანუ სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ იმ შინაგან სულს, რომელსაც ჩვენ სამშობლოს ვეძახით. აი ამაზე ეხლა გავამახვილოთ ყურადღება. ნახეთ, ყველაზე მთავარი რა არის, აი აქ, რომ მაცხოვრის, ისე იგი მისი მაცხოვრის მთავარი მისია არ იყო ამ დედამიწაზე, ნახეთ, არც
ის რომ მისი სიტყვის სიბრძნე ან გონიერება, აბა დაუკვირდით რა მინდა რომ გითხრათ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფას დაკარგავდა თუ კი არ იქნებოდა მთავარი. ანუ ის რომ სიბრძნე და გონიერი იყო, ის რომ ისე იგი მისი სიტყვის, ანუ ბრძნული და გონიერი სიტყვის ქადაგების დროს ადამიანები იყვნენ მოხიბლულები, ხო? არც მისი სასწაულების პირობითაც სიმრავლე და მასშტაბი, ესე რომ თქვა დიდი არაფერი არ იქნებოდა თუ არა, დაუკვირდით რა ყველაზე მთავარი ეს იყო ჯვარცმა და ეს იყო ადამიანის საოცარი სიყვარული, რომ ავიდა ის ჯვარზე ჩვენი სიყვარულისთვის. ანუ მან დაბეჭდა ეს თავისი მსახურება. ანუ ის რომ მან იქადაგა, ის რომ მან სიბრძნე გვასწავლა, ის რომ მან საღვთომცნებები მოგვანიჭა, ის რომ მან სასწაულები აღასრულა, მასშტაბური სასწაულები აღასრულა, ის რომ მან მოკლედ გვემსახურა ამ წუთის სოფელში არაფერი არ იქნებოდა თავისთავად თუ კი ის ჯვარზე არ ავიდოდა, ანუ თავს არ გაწირავდა კაცობრიობისთვის და არ გამოიხსნიდა. აი ჩვენ ამ მაგალითს გვასწავლის უფალი. ჩვენ კიდევ ვიძახია, ჩვენ ვცდილობთ, აი მე პირადად ხო რაღაცას საუბრობ, ეხლაც რაღაცას ვცდილობ, სიტყვით, ქადაგებით, იქ მოხიბლულები არიან ზოგჯერ ადამიანები, რა კარგად ვქადაგებთ, რაღაცა წახვალ ადამიანებთან მსახურებას აღასრულებ, რაღაცა ესე, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ შენ უნდა შეგეძლოს აი თავგანწირული მსახურება, ანუ თავგანწირული სიყვარული უნდა შეგეძლოს ადამიანებისადმი. აი ეს არის ის, რაც ქრისტემ მოიტანა. მიხვდით, მაგრამ აი ნახეთ როგორ არის, ჩვენ ამის გარეშე ვაკეთებთ, წეღან როგორც თქვი ამას. ჩვენი თუნდაც ის ადამიანები, ვისაც ქვეყანა უყვარს, აი ამ საოცარი სიყვარულის გარეშე აკეთებენ დანარჩენ ყველაფერს და ამიტომაც სამწუხაროდ არ გამოგვდის. ამიტომაც არისო შიგნით, ანუ ეს თავგანწირული ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული, ანუ ჯვარცმამდე, სიცოცხლის დადებამდე, ანუ ქრისტემ ყველაზე ძვირფასი და ღირებული საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენთვის. პავლე მოციქული იძახის, რომ ისე იგი ვინ იზავდა იმას, რომ მართლისთვის გაწიროს ვინმე თავიო, მართლისთვის არავინ გაწირაოსო თავსო და უფალზე იძახის, მან ქრისტემ ჩვენ ცოდვილებისთვის ავიდა ჯვარზე თვითონ უცოდველი. აი ეს საოცარი სიყვარული გვაჩვენა და აი ეს არის ის, რასაც ჩვენ რამსახურებასაც ჩვენ უნდა დავადგეთ. ერი თუ ბერი, ხელისუფლება, ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ ამ ქვეყანას ემსახუროს, აი ჩვენი მეფეებისა და დედოფლების მსგავსად, თუნდაც თქვენ ძვირფასებო, ვინც აქ მრევლით გევხართ, ვინც დღეს გვისმენს, ანუ აი ეს თავგანწირული სიყვარული საკუთარ სიცოცხლის დადებისაც კი შენი თავრისთვის, ანუ ღმერთისთვის, სამშობლოსთვის და ადამიანისთვის, აი ეს ჯვარცმამდე მისული ტკივილების დამთმენი სიყვარულის ისე იგი უნარი თუ არ გექნება, შეუძლებელია რაიმე, აი როგორ გითხრათ, იცი, ღირებული შეიქმნას, შეუძლებელია რაღაცა ღირებული შეიქმნას, იმიტომ რომ აი ახლა ვისაუბრებ ჩვენ რას შობს ის სიყვარული, რომლის სიყვარულითაც მოკლედ უფალმა გვითხრა, ასე არ გიყვარდეთ ერთმანეთიო. პირველი რაც უფალმა განგვიცხადა, როგორც გითხარით, ეს არის ის, რომ ღმერთი სიყვარულიაო და არა მხოლოდ განგვიცხადა, მან გვაჩვენა, ანუ ღმერთის არსი. ღმერთმა, ანუ რა უნდა ღმერთს ადამიანისგან, როგორია ღმერთი სინამდვილეში, ქრისტეს განკაცებამ და მოსვლამ გვაჩვენა. და როგორია ღმერთი? ის ძლიერი ღმერთი, გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი, ის ყველგანმყოფი ღმერთი, გარშემო უწერელი ღმერთი, ყოვლად ძლიერი, ყოვლად დიდებული ღმერთი, როგორია თურმე, როგორია, რომელსაც ისე უყვარს ადამიანი, რომ მისთვის შეუძლია საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეც კი გაწიროს. ანუ აი ეს მაგალითი გვითხრა ჩვენ. ეს გვითხრა, რომ თუ თქვენ გინდათ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს ემსახუროთ, ეს სიყვარული უნდა გაგაჩნდეთ. თუ არა, არაფერი არ გამოვა, ღირებულს ვერასოდეს ვერაფერს ვერ შეგვნით, იმიტომ რომ ამ ყველაფერში იქნება სხვადასხვა ცოდვისმიერი დამოკიდებულება. ამიტომ რა სიყვარულზეა ლაპარაკი?
ნახეთ, აი რამოდენიმე რამეს გეტყვით, რაც ქრისტემ გვაუწყა თავისი მსახურები და ჩვენ გითხრა, რომ თქვენ ესე უნდა გიყვარდეთ, ანუ ესე უნდა ემსახუროთ ღმერთს, ესე უნდა ემსახუროთ ადამიანს მოყვას და ესე უნდა ჩვენ ვიძახით, რომ ესე უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს აუცილებლად ვისთვისაც თავი უნდა გავწიროთ. პირველ რიგში სიყვარული, ეს არ არის როგორც გვიქავს გრძნობა და ემოცია, ეს არის რო შეხედავ ადამიანის სამყაროს სიყვარულით უნდა უყურებდე, რომ ეს ყველაფერი იმ საყვარელი შენი შეყვარებული ღმერთის მიერ არის შექმნილი. ამიტომ აი ეს არის არა გრძნობა ემოციით, რომელიც დაყოფას აკეთებს სამყაროსი, არამედ აი ეს სიყვარული, რომელშიც მოიაზრება სამშობლოც, ადამიანის, ღმერთის, ანუ მატერიაც, ყველაფერი, რომელიც საღვთო სიყვარულით გიყვარს. კიდევ ვიმეორებ, არა გრძნობა ემოციით, რომელიც გამოხატულება შეიძლება იყოს სიყვარულის და საშუალება სიყვარულის გამოხატულებისა, არამედ გულში, სულში არსებული სიყვარული, რომელიც ქრისტეს დამკვიდრებასთან ერთად მოდის. სიყვარული, როგორი სიყვარული იცი? სხვასთან ერთობის სურვილი. სამწუხაროდ ნახეთ, ჩვენ ერთობის სურვილი არ აგვაქვს. ჩვენ ისე ვექცევით ერთმანეთს, ისეთი სულის მდგომარეობა გვაქვს შინაგანი, რომ ჩვენ ერთმანეთისგან გავრბივართ. ერთმანეთთან ყოფნა არ გვინდა, ერთმანეთის ყურება არ გვინდა. იმიტომ რომ ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ აი ამ ერთმანეთის ყურებით და ერთმანეთთან ყოფნით თითქოს ერთმანეთს ვაფასებ და ადამიანს იმდენად აქვს დამძიმებული შინაგანი, ისეთ ჯოჯოხეთს ატარებს ადამიანი გულით, ისეთი ცუდი და ისეთი, როგორ გითხრა, ჯოჯოხეთამდე დაცემადი ცოდვები აქვს ადამიანს შინაგანად, რომ არ უნდა მას ვინმე უყურებდეს. რატო? იმიტომ რომ მას გონია, რომ როდესაც უყურებ ადამიანს, მას გონია, რომ იმ ჯოჯოხეთს ხედავ სინამდვილეში, რომელიც მას აქვს და ამიტომ ადამიანს ურჩევნია გაიქცეს. ამიტომ სიყვარული კრავს და აერთიანებს. სიყვარული ყოველთვის რა შვება, იცი, ეძებ ადამიანს. სიყვარული ყოველთვის ვიღაცას გაძებნინებს. სიყვარული ყოველთვის ერთობისკენ მოგიწოდებს, რომ გინდა მრავალი ადამიანი გახდეს ამ სიყვარულის, შენი სიყვარულის და ზოგადად სიყვარულის გარშემო გაერთიანდეს, მაგრამ აი ესეთი სიყვარული არის და ეს სიყვარული როგორია, იცით? აი სიკვდილის შიშსაც განაქარვებს. ანუ მე მინდა შენთან ერთობა, მე მინდა რომ შენი სიკეთისთვის და შენი კეთილდღეობისთვის თავი გავწირო ვიდრე სიცოცხლის დადებამდე. აი ესეთი სიყვარულია და აბა გადავხედოთ ჩვენ ერში რა ხდება. პირიქით ანგარებიანი, პირიქით სიყვარულია, რომელიც მე ეგოიზმით დგას ცენტრში, საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი არის, მას როგორც უნდა, მას როგორც აწყობს. ამიტომ აი ესეთი სიყვარული დაიმახსოვრეთ, რომ ეკლესია ეს ერთობაა, სიყვარულის ერთობაა. სამრევლოში რომ მოდიხარ, უნდა გიხაროდეს, ვაიმე ეხლა სად მივდივარ, სიყვარულის ერთობაში მივდივარ, იქ მივდივარ, სადაც ადამიანებს ესმით ასეთი სიყვარული, სადაც არ არის ანგარება, სადაც არ არის შური, სადაც ისე იგი ამპარტავნება, სადაც თავმაღლობა ითვლება არასწორად. კი, ჩვენ ეს არ დაგვიმარცხებია, კი, ჩვენ ამას ვავლენთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ცუდია. იმ სიყვარულიდან გამომდინარე ვიცი, რომ ეს ცუდია, ამ პარტავნება ცუდია, ადამიანის დაჩაგვრა ცუდია, არ შეიძლება მსგავსი რაღაცა. ამიტომ აი ეს სიყვარული არის, რომელიც ანუ ერთობას კრავს და ერთობას კრავს ეკლესიაში და წარმოიდგინეთ თქვენ თავარი, აი ჩვენი მეფეთა მსგავსად, ვისაც ესაა გააზრებული, როგორ შეძლებს მერე მთელი ერის შეკრებას. აი ამას ცდილობდნენ ჩვენი მეფეები, ზოგს გამოსდიოდა, ზოგს არ გამოსდიოდა, ზოგს ადამიანები არ ეპუებოდნენ, ზოგი ღალატით კვდებოდა, ზოგი შიდა მტრების დაპირის, ისე იგი მუხთლობითა და ღალატით კვდებოდა, ზოგი მოკლედ მომხდურის, ანუ სიმრავლე მომხდურთა კლავდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რომ მათ ამის სურვილი ჰქონდათ. ისინი ამ სურვილით იყვნენ გამშვალულები და ღმერთს ევედრებოდნენ, უფალო იყოს ნება შენით, უკვე ესე არის. სიყვარული, სადაც არ არსებობს, აი ის სიყვარული, რომელიც ქრისტემ მოიტანა, არ არსებობდა ოდნავი ჩდილიც კი საკუთარი სარგებლობისა. რა სარგებელი მიიღო ქრისტემ? რაში ჭირდებოდა მან რომ ეს გააკეთა ჩვენი სიყვარულისთვის? რაში ჭირდებოდა ის რომ დედამიწაზე მოვიდა? რაში ჭირდებოდა რომ ის სიმძიმე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა იტვირთა? რაში ჭირდებოდა ის რომ ჯვარზე ავიდა, შეურაცხყოფა და ესე იგი ჩვენგან უსიყვარულობა, ჩვენგან ისე იგი ლანძღვა, გინება და დამცირება იტანა? რაში ჭირდებოდა? არაფერი. აი ეს არის ჩვენი სიყვარულის. ქრისტიანი ამ სიყვარულისკენ უნდა მიდიოდეს. ძნელია, რთულია, მაგრამ
ერთხელ მაინც სადე, ერთხელ მაინც აბა პირადი სარგებლის გარეშე იმოქმედე რაღაცა და გააკეთე რაღაცა, მაგრამ ადამიანს ეს უჭირს. კიდე რა არის სიყვარული, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას პატივს სცემს. ნახეთ როგორი რაღაცა, დღეს ჩვენ ერთმანეთს ხო არ უსმენთ. არ გვინდა ერთმანეთის აზრის მოსმენა, კატეგორიული აზროვნება გვაქვს, ანუ ადამიანის ნააზრევს არანაირ პატივს არ ავცენ, დაცინვა, გინება, ლანძღვა, შეურაცხყოფა, ვინმე რამე სიტყვის გადახედეთ სოციალურ ქსელებს რა ხდება, მათ შორის ეკლესიის წევრებიც არიან ჩათრეულები ამაში და ამ ლანძღვაში, გინებაში, სხვადასხვა მოკლედ ისე იგი პოლიტიკურ თემებზე თუ ეკონომიკურ თემებზე თუ სხვადასხვა იმაზე შეურაცხყოფენ ადამიანს, ისეთ ლექსიკონს, ისეთ ტერმინოლოგიას იყენებენ, რომ უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ქრისტიანი ადამიანის პირიდან და ბაგებიდან ეს ყველაფერი ამოდის ზემოთ. აი ქრისტეს მაგვარად, ნახეთ ქრისტეს საპირისპიროდ რო დავაყენოთ, ქრისტე ყველა ჩვენთაგანის თავისუფლებას პატივს სცემს, ყველა ჩვენთაგანი თავის თავისუფლებაში უყვარს, ყველა ჩვენთაგანს ცდილობს რომ უშველოს და დაეხმაროს თუნდაც იმ თავისუფალი ნებით არასწორი გადადგმულ ნაბიჯებს და სიყვარულით ელოდება მის მოსვლას მასთან და აი ეს არა გვაქვს ჩვენ, ერთი კიდე ეს სიყვარული არ შეგვიძლია. სიყვარული კიდევ ერთი ნაწილი სიყვარულისა, სადაც აი დაუოკებელი ის არის, აი როგორ გითხრათ, იცი, დაუოკებელი სურვილი არის, რომ ადამიანი მოძებნო და რომელიც გემალება. ნახეთ რას გულისხმობ, აბა უყურეთ, ქრისტემ ყველა გვიპოვა, ყველა ჩვენთაგანი გვიპოვა, მიხვდით, ქრისტეს ყველა ვედარდებით. ქრისტეს სიყვარული ყველა ადამიანისა და ანუ თუნდაც რომ ჩვენ მას ვემალებოდეთ ჩუმად, სადღაც სოდვაში, ჯოჯოხეთში, საკუთარ ვნებებში ჩაძირული მისგან ცალკე დგომას და მის გარეშე ცხოვრებას ვცდილობდეთ, ქრისტე მაინც გპოულობს, იქაც უყვარვართ, ისეთებთანაც მოდის, ისეთებთანაც მზად არის რომ დაეხმაროს და ფეხზე წამოაყენოს. აი ეს მაგალითი მოგცა და ჩვენ არა მხოლოდ ასეთ ადამიანებს ვეძებთ, არამედ საკუთარ ოჯახის წევრებს, საკუთარ მრევლის წევრებს, საკუთარ დებსა და ძმებს ვერ შეგვიძლია, არ შეგვიძლია საკუთარ დებთან და ძმებთან, ოჯახის წევრებთან მსგავსი სიყვარული, პატიება, გულმოწყალების გამოჩენა, სიმდაბლე, ანუ ისე იგი მორჩილების გამოჩენა, აი თავის დახრა, არ შეგვიძლია, არ გვინდა, საყვარელ ადამიანებსაც კი და აბა ჩვენ კი ქრისტიანები რომ მოვედით აქ იმისკენ ვართ მოწოდებული, უფალი გვეუბნება რომ მე ხო ყველა გიპოვეთ, მე ხო ყველა მიყვარხართ, მე ხო ყველა თქვენ ტკივილში, თქვენს ჯოჯოხეთში, თქვენს ვნებაში და ცოდვაში მიყვარხართ, ამიტომ ყველა ჩვენთაგანს ევალება ზუსტად ეს რომ ჩვენც იგივე სიყვარული დავანახოთ და გავამრავლოთ ჩვენს გარშემო, ჩვენს გულში, ჩვენს გარშემო და ყველა ადამიანთან მიმართებაში. ისე იგი უნდა იყოს სურვილი იმისა, ქრისტეს სურვილი იყო რომ მუდმივი თავგანწირვა ადამიანისათვის, აი ურთულესია, ძალიან ძნელია, მაგრამ ეს არის ჩვენი მოწოდება. უფალი გვეუბნება იცხოვრე 40 წელი, 50 წელი, მაგრამ იცხოვრე, იმიტომ რომ მერე მარადიულობა გელოდება. ნუ გაუფრთხილდები პირობითად საკუთარ თავს, ანუ გაიხარჯე, თავი გაწირე, იმიტომ რომ მან სულ 3 წელიწადნახევარი, რას 33 წელი იყო დედამიწაზე, მაგრამ 3 წელიწადნახევარი გვემსახურა, როგორც ისე იგი ღმერთი, სრული ღმერთი და როგორც სრული ადამიანი და 3 წელიწადნახევარში ისეთი სიყვარული დაგვანახა ჩვენ კაცობრიობას, რომ დღემდე 21 საუკუნეში 2000 წელია გასული და ჩვენ ამ სიყვარულზე საუბრობ, ჩვენ ამ სიყვარულზე ისე იგი ამ სიყვარულს ვადიდებ, ჩვენ ამ სიყვარულს ისე იგი ვეტრფი და ამ სიყვარულით გვინდა ცხოვრება. 2000 წლის განმავლობაში რამდენმაც სადა რომ ეს სიყვარული გაექარწყლებინა, ეს სიყვარული რამენაერად დაემახინჯებინა, ეს სიყვარული, ეს იყო ფილოსოფიური მიმდინარეობები, ესენი იყო ზოგადად პირდაპირი ლიტერატურული მტრობა ქრისტესი და ქრისტეს სიყვარულის, იმიტომ რომ ადამიანს არ ესმის ესეთი უანგარო სიყვარული, ესეთი ყოვლის მომცველი სიყვარული არ ესმის და ამიტომ უნდა რომ დააკნინოს ეს სიყვარული. რატომ? იმიტომ რომ იცის რომ თუ ვინმე სოდესმე ეს ეყვარებია მასაც ევალება ამ სიყვარულით ცხოვრება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს განგრძო
მგრძობადი უნდა იყოს. უფალმა გითხრა ცოტა იცხოვრეთ მაგ დედამიწაზე, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ არა გაქვთ ეგ თქვენი საყოფელი არ არის პავლე მოციქული როგორც იძახის, არამედ ზემოთ ცათასასუფეველში გაქვთ თქვენი სახლი აქ არის, თქვენ აქ უნდა მოხვიდეთ, ჩემთან ერთად უნდა გაიხაროთ და ამიტომ ცოტა ხართ დედამიწაზე. ანუ იცხოვრეთ და იცოცხლეთ ისე თავგანწირვით ადამიანის მსახურებით, რომ შემდეგ როდესაც მოხვალთ აქ ცოტა, მაგრამ ამ სიყვარულით იცოცხლეთ და ეს სიყვარულით სიცოცხლე გააგრძელებს თქვენს ცხოვრებას მარადიულ სასუფეველში და სიყვარული, რომელითაც მზადყოფნა გაიღო ყველაზე ძვირფასი. აი ყველაზე ძვირფასი, რაც კი ადამიანს გააჩნია, იმის გაღებაც რო შეგიძლია თუნდაც დაცემული ადამიანის გამო. ჩვენ როგორ არის? ისეთები ვართ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის გვენანება, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის გვენანება ზოგჯერ მატერიალური რაღაცა სირცხვილო, ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართ გშურ, ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართ გაუტანლობა გვაქვს და უფალი რას გვეუბნება, რომ მზადყოფნა გაიღო ყველაზე ძვირფასი იმისთვისაც კი, ვინც შეიძლება დაცემული ადამიანია. აი ქრისტიანული სიყვარული რა არის, აი რას უნდა ვეტრფოდეთ, აი რისკენ უნდა მივდიოდეთ, აი ყოველდღიური დილით რო გავიღვიძებ ჩვენი საფიქრალი რა უნდა იყოს, რომ ეს რაც ჩვენ ვილაპარაკეთ ქრისტეს მიერ ჩვენს მიმართ გამოვლენილი სიყვარულია, მაგრამ არა იმისთვის, რომ იმან გამოავლინა და ჩვენ გვასწავლა, გვითხრა რას იძახის მაცხოვარი. თუ მოგვინდება ამასაც გააკეთებთო და უმეტესი ამისაც საქმნეთო, იმიტომ რომ ადამიანს მეტი დრო ეძლევა ამ წუთის სოფელში, რომ ასეთი სიყვარულით იცხოვროს. ანუ უფრო ის ამაც სასაქმნესო, რა საოცარი არისო, ეს რას გვეუბნება, ტყუილი ხო არ არის, ქრისტე გვეუბნება, რომ შეგიძლიათ ამის გაკეთება. არა მხოლოდ ეს შეგიძლიათ, არამედ ამაზე უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათო. საოცარი რამ არის, მაგრამ ჩვენ როგორ გვიყვარს ანგარებიანად, ჩვენ გვიყვარს საკუთარი პირადი გვენანება, არც ქვეყნისთვის არ გვინდა გავიღოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ადამიანისთვის არ გვინდა გავიღოთ, ღმერთისთვისაც კი გვენანება, ღვთისგულისათვის რომ დავეხმაროთ, ღვთისგულისათვის რომ დავთმოთ ყველაზე ძვირფასი და პირიქით რას ვაკეთებთ? ყველას ვცდილობთ, რომ ეს ძვირფასეულობა წავართვათ, ყველას ვცდილობთ, რომ მოვიხვეჭოთ, ყველას ვცდილობთ, რომ მე ამ ეს ეგოიზმი, ისე იგი აგროვებინებს ადამიანს, ის პატივს არ ამცევს, იმას არ უყვარვარ, იმანესი, ამანესი, შენ უნდა გიყვარდე, შენ მადლობას უნდა მიხდიდე და აი ეს ეგოცენტრიზმზე აგებული მოკლედ ის სიყვარულის ნასახი არ გააჩნია ამ შემთხვევაში ადამიანს და მე ვსვავ კიდევ ერთხელ კითხვას, ჩემო მეგობრებო, როგორ შეძლებ შენ სამშობლოს სიყვარულს? როგორ შეძლებ შენ იმ სიყვარულის განხორციელებას, რომლითაც უნდა გიყვარდეს? როგორ შეძლებ შენ, როდესაც მომხვეჭელი ხარ? როგორ შეძლებ შენ, რომ ისე იგი შეიძლება, არ ვიცი, დღეს მილიონებში ცურავ და შენს გვერდზე მყოფი ადამიანებს ასე უჭირთ? როგორ შეძლებ შენ, აი სად არის ეს სიყვარული, დამანახეთ, გამაგებინეთ, ყველაზე ძვირფასიც კი უნდა შეგეძლოს და ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა, სიცოცხლის დადებაც კი უნდა შეგეძლოს საკუთარი ქვეყნის შვილებისთვის და საკუთარი სამშობლოსთვის და ღმერთისთვის, ეკლესიისთვის და დღეს ჩვენ პირიქით, ჩვენ გვინდა ეკლესია ჩვენ გვემსახუროს, ეკლესიაც იმიტომ გვინდა, რომ ჩვენ კარგად ვიყვე და კომფორტულად მოვიწყოთ, სამშობლოც გულში კი არ გვიყვარს, ჩვენი თავი გვიყვარს სამშობლოში და როგორც უკეთესად ვიქნებით და როგორი ისეთი სამშობლო მინდა მე რო კარგად ვიქნები, ანუ ფული რომ ექნება, მდიდარი რო ვიქნები და ეს, ანუ თავგანწირული სიყვარულის გამო კი არა. სამშობლო მიარსებოს იმისთვის, რომ თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის საშუალება მოგეცეს. სამშობლოს ცნება ეს არის, რომ ღმერთმა გითხრა, რომ სამშობლოს იმიტომ გაძლევა ამ ცნებას, რომ შენ შეგეძლოს ეს ქრისტიანული სიყვარული გამოხატო მის მიმართ, არა ერთი ადამიანის მიმართ, არამედ რაღაცა ესეთი სივრცის მიმართ, საქართველოს მიმართ, სოფლიო ვერა, აი საქართველოს მიმართ მაინც, ეთნიკური კუთხით მაინც, რაღაცა ფორმით მაინც შეძლო ქვეყანა გიყვარდეს, ადამიანები გიყვარდეს, ბუნება გიყვარდეს, ზოგადად სიყვარულით შექმნილი მთლიანი სამყარო იყვარო მე სამშობლოს იგით, იმიტომ რომ მთელი დედამიწაც ხო ღვთისგან შექმნილი არის თავისთავად, მაგრამ უფალი გეუბნება, შენი თუ არ გიყვარს, შენი პატარა საქართველო თუ არ გიყვარს და მისთვის არ შეგიძლია თავი დადო და გაწირო, როგორ შეძლებ მე შენ უფრო მეტისთვის გაწირო თავი? იმიტომ რომ მან მთელი მსოფლიოსთვის გაწირა თავი, ყველა ადამიანისთვის გაწირა თავი.
და შენ გეუბნება კაი ყველა ადამიანისთვის ჯერ არ შეგიძლია, მოდი ოჯახისთვის გაწირე, მოდი საყვარელი ადამიანისთვის გაწირე ჯერ, შენი ძმისთვის, დისთვის, დედისთვის, მამისთვის, ცოლისთვის, ქმრისთვის, შვილისთვის გაწირე ჯერ თავი, მერე შემდეგ ნათესავისთვის გაწირე, შენი სოფლისთვის გაწირე თავი, შენი ქალაქისთვის და მერე შენი სამშობლოსთვის და თუ ეს სიყვარული შენში გაიზრდება, მაშინ შენ ნახავ, რომ ქრისტეს მიემსგავსები, იმიტომ რომ ყველა გედარდებოდეს იქნება, სოფლიოს ყველა ადამიანი გედარდებოდეს იქნება და ყველას ტკივილი შენი ტკივილი იყოს, ყველას ტანჯვა შენი ტანჯვა გამოდგება. აი ეს არის საღვთო სიყვარული, რომელსაც უფალი გვეუბნება და დღეს ჩვენ ნახეთ როგორ არის, ჩვენ ვთხოვთ ერთმანეთს ამას, რატო არ გიყვარს სამშობლოს, შენ სამშობლოსთვის თავს არ წირავ და რაღაცას ვეუბნებით ადამიანს და მე ყოველთვის ვამბობ, როგორ იზავს ადამიანი ამას. შიგნით ცარიელია, შიგნით ღარიბია, შიგნით არ არის ის, რამაც უნდა აიძულოს ესე გააკეთოს. ერთადერთი რაც ადამიანს შეიძლება ამოძრავებდეს არის პირადი ანგარება და პირადი სარგებელი. ადამიანი აიძახია, რომ აი სანამ ფულს არ მოგცემენ და ვიღაცას ფულს უხდიან, დიახ, ფულს უხდიან, რატო? იმიტომ რომ ადამიანი ანგარებიანი ადამიანი და ადამიანი, რომელსაც მოკლედ პირადი სარგებელი უყენია წინ, სამშობლოზე ზემოთ, რა თქმა უნდა ის, სანამ პირად სარგებელს არ ნახავს, სადმე ის ერთ ნაბიჯსაც არ გადადგავს. რატომ? იმიტომ რომ რამე იდეისთვისო თავი გაწირო, ისე იგი თავგანწირული სიყვარული უნდა შეგეძლოს და ეს სიყვარული მხოლოდ ქრისტეს აქვს. მხოლოდ ქრისტემ შეძლო სამყაროს დასაბამიდან ესეთი სიყვარულის გაწევა. მხოლოდ ქრისტემ შეძლო უანგაროდ ამის გაკეთება ადამიანებისთვის. მხოლოდ მას შეუძლია ეს გააკეთოს. ქრისტემ გააკეთა ეს და ის, ვინც ჭეშმარიტად უნდა რომ სამშობლოსთვის თავი დადოს, აი ის შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ ამას ქრისტესთან ერთად. ანუ ჩემს გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია თუ იძახის მოკლედ უფალი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეს სიყვარული, გვაქვს დავარქვით სიყვარული ეგოისტურ სიყვარულს, პირად სარგებელზე აგებულ სიყვარულს, საკუთარ სიამოვნებაზე, საკუთარ ვნებებზე და ცოდვებზე აგებულ სიყვარულს დავარქვით სიყვარული და რა გამოიწვია ამან? ესეთი ადამიანები იბრძვიან თითქოს ქვეყნისთვის, იბრძვიან თითქოს ქვეყნის ერთიანობისთვის და ქვეყნის გაერთიანებისთვის, კეთილდღეობისთვის, მაგრამ არ გამოდის. სახეზე რა გვაქვს? სახეზე გვაქვს ერთი რამე, კამათი, დაპირისპირება, შეურაცხყოფა ერთმანეთისა, ესე იგი ერთმანეთის ფიზიკური გინდა თუ ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიძულვილი რაც მთავარია, საშინელი სიძულვილი ერთმანეთისა, ისეთი სიძულვილი, რომელმაც ოჯახები დააპირისპირა ერთმანეთს, ხალხო, ქრისტიანი ოჯახები, რომლებიც მაინც რაღაცა დოზით მაინც გაერთიანებული იყვნენ ერთმანეთში, ოჯახებშიც კი განხეთქილება შევიდა. ანუ რატო? დავსვათ კითხვა, რატო მოგვერია ეს სიძულვილი, რატო მოგვერია ეს სიძულვილი? ფაქტი, რომელიც მოხდა, თუნდაც აღვნიშნოთ, ანუ ადამიანი, რომელიც აი გაიქანა და საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ესეც ხო აქედან გამომდინარეა. სადა გვაქვს ეს სიყვარული, რა იქნა? არ არის ეს სიყვარული. და რატომ არ არის? იმიტომ რომ ის ანგარებაზეა აგებული. ანგარებაზე არანაირი თავგანწირვის სურვილი არ აქვს ადამიანს. ამიტომაც ვიღებთ აი ქვეყანაში რაც ხდება. და თქვენ გადახედეთ მსოფლიოს, რატომ არის ომები? რატომ არის დაპირისპირება? რატო ხოცავენ? გადახედეთ ერთმანეთს, მილიონობით ადამიანი ხოცავს ერთმანეთს, არიმდობს და მოყავთ რაღაცა კატეგორიები, ამართლებენ იმას, რომ ადამიანი ადამიანს კლავს, ყველაზე საუკეთესო სიცოცხლეს ართმევს და ადამიანები დგანან და ამას ამართლებენ და მათ შორის შეიძლება სასულიერო პირები ამართლებენ იმას, რომ ადამიანს სიძულვილით ეპყრობა ერთმანეთს. მაშინ, როდესაც კი მესმის საუკუნეების უკან ჯერ კიდე ქრისტიანული სულისკვეთება ძნელი იყო და არ იყო ადამიანებში, მაგრამ დღეს ხომ ყველას გვაქვს ეს საშუალება. დღეს ხო არის საშუალება ქრისტიანობას ახლო გავეცნოთ. დღეს ხო გვაქვს ამ სიყვარულის შეძენის საშუალება, მაგრამ როგორც მაცხოვარი იძახის, ის რაც დაწერილია ერთი იოტ არ ისე იგი შეიცვლება წმინდა წერილიდან. და წმინდა წერილი რას გვეუბნება? გამრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული. ანუ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ დაქანებისკენ მივდივართ, მაგრამ გისვავთ კითხვას,
თქვენ თვითონ დაუსვით, თქვენ სად გინდათ რომ იყვეთ? წინაზე გითხარით იმ ისე იგი სიმრავლეში ჯვარი გწერიათ, რომელსაც ფართოა გზა და კარი, რომელსაც წარსაწმენდელში მიყავს თუ იქ სადაც ვიწროა კარი და რომელსაც ცხონებაში მიყავს. აი რომელი გვინდა ჩვენ ეს უნდა ავარჩიო და ქრისტიანებს ეს გვევალება, სასულიერო პირებს მით უმეტეს ეს გვევალება, ეს უანგარო მსახურება და სიყვარული ღმერთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული ადამიანისა და რომ ადამიანი გიყენია ყველაფერზე წინ, ფულზე, ძალაუფლებაზე, ქონებაზე, ყველაფერზე წინ რომ ადამიანი გიყენია და ეს არა მხოლოდ შენ სიტყვებში გამოსჭვივის და არა მხოლოდ ქადაგებაში გამოსჭვივის, არამედ იმ ყოველდღიურ შენ ყოფა ცხოვრებაში როგორ ექცევი კონკრეტულ ადამიანს, შენს გვერდზე მყოფს და იმ ადამიანებს ვინც შენ ზოგადად შენს ყოველდღიურობაში გხვდებიან და შენი საფიქრალი არიან ისინი. აი ეს არის ჩვენი აი ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა როგორც ქრისტიანების. ღმერთმა შემეცნების ძალა მოგცეს ღმერთისა. დღეს თითქოს ადამიანები ვცდილობთ რომ ღმერთი შევიმეცნო და ხვდებით რომ ღვთის გარეშე არ შეგვიძლია. კი ბატონო, ზოგი ვერც ხვდება, მაგრამ იმედია თქვენ ხვდებით მაინც რომ ღვთის გარეშე ამის განხორციელება შეუძლებელია, ასეთი სიყვარულის ქონა გულში და ასე მსახურება ერისა შეუძლებელია და სულ ფიქრობ ხოლმე 2, 3, 4, 5 ადამიანი მაინც გამოაჩინე ღმერთო მსგავსი მომსახურე საკუთარი ერისა და სიმრავლე კიდევ უფრო მეტი როგორც ერში ისე ბერში რომ იყვნენ ეს ადამიანები საბაძი მაგალითები ზუსტად აი ამ უანგარო მსახურების. ჩვენ გვინდა შემეცნება გვინდა ღმერთისა, თითქოს დავადეკით ახალგაზრდებს უმეტესად გეტყვით, მაგრამ თქვენ ჩვენი შემეცნება ჩერდება მხოლოდ და მხოლოდ იქ, სადაც ჩვენთვის კომფორტულია. ადამიანები შეიმეცნებენ ღმერთს გარეგნულად, ვიწრე ინტელექტუალური რაღაცა რელიგიოთ მცოდნეობითი, ზოგ შემთხვევაში საღვთისმეტყველოთ მცოდნეობითი რაღაცა განხრით ცდილობენ შეიმეცნონ ღმერთი, მაგრამ დამინჯერეთ. როგორი სიყვარული ეს არ არის საკმარისი, ეს კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. შეიძლება ცოლ-ქმარ სიყვარული ქონდეთ სწორი და ქრისტიანული მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ერთმანეთზე ფაქტებს აგროვებდნენ. აი დღეს იმან ესა თქვა, ემან ესე თქვა, ესე ვაგროვებ ჩვენ ღმერთის მიმართ, იმან აი ქრისტემ ესე თქვა, ქრისტემ ესე გააკეთა. შეიძლება ფაქტების მოგროვებით თქვათ, რომ ჩვენ სიყვარული არა შეუძლებელია. როდის არის სიყვარული ცოლ-ქმარ შორის ნამდვილი? როდეს არის ყველაზე მაღალი, რატო ვიძახი ცოლ-ქმრობას? უფრო ყველაზე აღმატებულია, იმიტომ რომ ორი გონება ერთი ხდებაო. ერთ სულ და ერთ ხორცს ხდებიანო, ესენი ამიტომ მომყავს მაგალითად, იმიტომ რომ ცოლ-ქმრობა შედარებულია როგორც ქრისტესი და ეკლესიის ქორწინებას, როგორც ქრისტესი და ეკლესიის, როგორც საკუთარი ძალის ქორწილებას, ამას არის პავლე მოციქულთან შედარებული. და როდის არის მითხარით ცოლ-ქმარ შორის ნამდვილი სიყვარული და ურთიერთობა? იმის გამო რომ ისინი ერთმანეთზე ფაქტებს აგროვებენ, კარგ და თუნდაც სულ კარგ ფაქტებს, მაგრამ კარგს და ცუდ ფაქტებს არა. როდის არის სიყვარული? გეტყვით, მუდმივ ერთობის განცდაში. ანუ ჩვენს ესე უნდა განვიცდიდეთ ქრისტეს, ყოველწუთიერად რომ ქრისტე, მე განვიცდი ქრისტეს. ქრისტესთან ერთად ვარ მე. ღმერთი აი გძნობ მას ყოველდღიურად, ანუ განცდა, როგორც ცოლმა და ქმარმა არასოდეს არ უნდა მიატოვოს ამაზე ფიქრი, რომ მე მიყვარს ჩემი მეუღლე და მე ყოველთვის მახსოვს ეს. ჩვენ არ შეგვიძლია ეს. და როგორც ეგ არ შეგვიძლია, ამიტომაც სიყვარული არ შეგვიძლია. მეგობრობაც ამიტომ არ შეგვიძლია. ანუ რას ნიშნავს მიყვარდეს? ნიშნავს იმას, რომ მუდმივ ერთობას განვიცდიდე, მუდმივ ჩემ ხსოვნაში იყოს, ანუ ქრისტე მუდმივ ჩემ ხსოვნაში უნდა იყოს. ადამიანები ვინც მიყვარს, მუდმივ ჩემ ხსოვნაში უნდა იყოს. მეორე, ერთობით შრომაში. ოჯახში, სადაც არის მე და ჩემი, იქ არ არსებობს არაფერი, არ არსებობს კარგი არაფერი. ოჯახში უნდა იყოს ჩვენ და ჩვენი. შენი პირადი ნივთიც კი უნდა გახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი. გადმოვიტანოთ ღმერთზე, უფალო ყველაფერი შენთვის მინდა, შენთან ერთად მინდა, შენი კურთხევით მინდა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ეს, ანუ როგორც შენ მეტყვი, როგორც შენი მცნება იქნება, ისე გამოვიყენო, აი, მუდმივ ერთად შრომაში, ანუ მუდმივ ერთობის განცდაში, მუდმივ ერთად შრომაში, ღმერთთან ერთად შრომაში, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, ასევე შინაგანი ღვაწლით, სულიერი ღვაწლით, რომელიც ადამიანს გააჩნია. და
ერთობლივ თანაცხოვრებაში. ერთობლივი თანაცხოვრება ნიშნავს აი ამ ძალიან ახლო ურთიერთობას, რომელიც რა თქმა უნდა ცოლ-ქმარს აქვს და რა თქმა უნდა ქრისტეს და ადამიანს უნდა გააჩნდეს. აი ეს ერთობა, საოცარი ერთობა, რომელიც ადამიანებს არის. სადაც ყოველი ცდილობს, რომ გაამდიდროს ერთმანეთი. სადაც ქრისტეს უცდილობს, რომ გაგვამდიდროს, მაგრამ ჩვენ არაფერს არ უბრუნებთ მას. ქრისტეს ცდილობს სიყვარული მოგცეს, შენ უბრუნებ სიძულვის. ქრისტეს ცდილობს, რომ უმანკოება მოგანიჭოს, შენ უბრუნებ ისე იგი ცოდვას. ის ცდილობს, რომ რაღაცა თავმდაბალი იყოს, შენ ამ პარტავნებას უბრუნებ. უკან აი რაც გინდა ჩამოთვალე. ქრისტე ჩვენს მიმართ თავმდაბალია, ჩვენს მიმართ მოსიყვარულია, ჩვენს მიმართ ყველა დღესაც, როგორ ჯვარზე აღასრულა სიყვარული, დღესაც აგრძელებს ამ სიყვარულის გამოხატულებას, მაგრამ როდესაც გეუბნება ადამიანო შენც მომეცი, შენც გაიღე ის, იმიტომ რომ ერთად თანაცხოვრებაშია, ერთმანეთის გამდიდრებაში არის სიყვარული. ჩვენ არა. ჩვენ ვიძახით, მინდა დიახ მომეც სიყვარული, დიახ ღმერთს უნდა უყვარდე, რატო ღმერთო ესე, დიახ განსაცდელი არ უნდა მქონდეს, დიახ ტკივილი არ უნდა მქონდეს, დიახ საყვედურიც უნდა უთხრა ღმერთს და უფალი ამასაც გვითმეს, გუყვარვართ და ჩვენ საყვედურებსაც ითმეს, ზოგის ლანძღვასაც ითმეს, ზოგის უარყოფასაც ითმეს და ზოგის შეურაცხყოფასაც ითმეს, როგორც მოითმინა ეს ოდესღაც 2000 წლის უკან, როდესაც ჯვარზე ადიოდა. დღესაც იგივეს ითმეს ადამიანებისგან და მათ შორის ყველაზე მტკივნეულია, როდესაც საკუთარი შვილებისგან ითმენ, როდესაც შენი იმათ, ვისაც საკუთარი მეგობარი უწოდე და მეგობრობა შესთავაზე, ქრისტემ ჩვენ მეგობრობა შემოგთავაზა. ჩვენ კიდე მეგობრობას კი არა, სიძულვილს და მეგობრობას კი არა, მტრობას უბრუნებთ უკან. ქრისტემ საკუთარი შვილობა, საკუთარი მეგობრობა და არა მხოლოდ მეგობრობა, ძმობა შემოგთავაზა. ძმობა, ჩვენო ძმანი ვართო. ღმერთმა გალაქტიკების შემოქმედა ღმერთმა ძმობა, მეგობრობა, შვილობა შემოგთავაზა და ჩვენ კიდევ ვეუნებით რას ვუბრუნებთ უკან? არაფერს არ უბრუნებთ სამწუხაროდ უკან, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც უბრუნებს კაცობრიობა და ადამიანმა და კაცობრიობამ დაუბრუნა ჯვარცმის დროს. ამიტომ ამით დავასრულოთ. გახსოვდეთ ჩემო საყვარელო ადამიანებო, რომ ყველა ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი ეს არის ჩვენი დიალოგი ღმერთთან. აი თუ კი ჩვენთვის ეს არ არის და თუ კი ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ წიგნებში თუნდაც რაღაც ბევრ დაუჯდომლებში და რაღაცა გარკვეულ ოცვით კანონებით შემოვიფარგლოთ მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობაში, იცოდეთ რომ ეს ურთიერთობა არ გამოვა, შეუძლებელია გამოვიდეს. ღმერთი შეიმეცნება რაში, იცით, ნახეთ, ღმერთთან დიალოგი მიდის ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს საკუთარ არჩევანში. რა სირჩევ ახლა შენ? მამა გიორგი, რა სირჩევ ახლა ამ წუთას, ამ წამს? შენ გაქვს ორი საშუალება, აირჩიო ეს, აირჩიო ის, აირჩიო სიყვარულის გზა, აირჩიო სიძულვილის გზა, აირჩიო ისე იგი გზა, სადაც იტყვი რომ იყოს ნება ჩემი და არა იყოს ნება შენი. აი ამ არჩევანში ვდგებით სულ. იყოს როგორც მე მინდა, თუ იყოს როგორც უკეთესია, როგორც ღმერთი ინებებს და უკეთესია. აი ამ არჩევნამდე დავდივარ ჩვენ, ლოცვაც, აღსარებაც, ზიარებაც, სინანულიც, ყველაფერი რაც ეკლესიაში ხდება, მხოლოდ ერთი რამისთვის გვინდა, რომ აი ყოველ წუთს და წამს, როდესაც არჩევანი გვეძლევა, იმ არჩევანში ავირჩიოთ ქრისტე, ავირჩიოთ იყოს ნება შენი და ავირჩიოთ როგორც უკეთესია ღვთისათვის და არა როგორც მე მინდა და არა როგორც იყოს ჩემი ნება. აი ამ არჩევნამდე დავდივართ. და ჩვენ კი უყურადღებობით, რატომ? იმიტომ რომ აი სიყვარული არ არის. ნახეთ, ქრისტეს რო გულში განიცდიდე და მაგ სიყვარულისთვის გარისკო, გაბედო ადამიანმა ეგეთი სიყვარული, მაშინ ღმერთი მოვა, ქრისტე მოვა შენთან და ეს სიახლოვე განაპირობებს იმას, რომ მისი დაკარგვა არ გენდომება და ყოველ წუთს, ყოველ წამს, ყოველ დღე მუდმივად მას აირჩევ, რომ ოღონდ შენი გულიდან არ გავიდეს და მიხვდები, რომ ის არის შენთვის ყველაზე ძვირფასი. იმიტომ რომ ის თუ შენ გულშია, შენ სხვანაირი ხარ, შენ პატრიოტით სხვანაირი ხარ.
შენ ადამიანების სხვანაირად გიყვარს, სამშობლოც სხვანაირად გიყვარს, ყველაფერი აზეც ვილაპარაკეთ, ყველაფერი სხვანაირად გიყვარს, შეგიძლია თავგანწირვამდე, სიცოცხლის გაწირვამდეც კი გიყვარდეს. აი, ქრისტესთან ერთად რა არის შესაძლებელი? მესმისო, ჩვენ ახლა იდეალებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს არის ჩვენი გზა. ეს არის ქრისტიანის გზა. და ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში მოსჩანს და უნდა ჩანდეს. აი ეს არის, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. და მე ერთმანეთს ვეჩხუბებით, ერთმანეთს ლანძღავთ, შენ ქვეყანა არ გიყვარს, შენ სამშობლოსთვის ხმას არ იღებ, შენ იმ დროს ჩუმად ახარ, ვიღაცა ლაპარაკობს ერთმანეთს შეურაცხყოფას, შენ ფული აიღე, შენ ის აიღე, შენ ასე, ყველაფერი შესაძლებელია. ფულსაც აიღებს ადამიანი, გაყიდის კიდეც რამეს, უღალატებს კიდეც თავის, ანუ სამშობლოს პრინციპსაც და ადამიანურ პრინციპსაც, ღმერთსაც, მათ შორის თუ კი არის ეგოისტი, თუ კი მას ქრისტე არ ყავს გულში. ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ამას, იმიტომ რომ ბოროტი ნებისმიერ ადამიანს აცტუნებს. ნებისმიერ ადამიანს აცტუნებს და მით უმეტეს თუ კი ადამიანი თვითონვე ეგოიზმში არის ჩაძირული. და საბოლოო ჯამში ეკლესიიდანაც კი გაიყვანს მას. და შეაზიზღებს კიდეც ეკლესიას. ის კი არა რომ ჩუმად რაღაცა, შეაზიზღებს კიდეც. ჯვარი წერია ადამიანს, ღმერთსაც, ეკლესიასაც, წმინდანებსაც, სამშობლოსაც შეაზიზღებს და გააქცევს აქედან საერთოდ და როგორც არიან ზოგიერთები არიან სამწუხარო წასულები, რომლებიც ქვეყანას ლანძღავენ იქიდან და მარტო საქართველოს ლანძღვაში ამოსდით და ისე იგი რა ქვეყანა ხარ და რა ხალხი თქვენა ხარ და იქიდან დაცინიან მოკლედ ამ ქვეყანას. ამასაც გაგაკეთებინებს ყოფილ ქრისტიანს, ყოფილ მაზიარებელს, ყოფილ შეიძლება სასულიერო პირსაც კი გაგაკეთებინებს ამას. თუ შენ ეგოიზმში დაიწყებ, თუ შენ ამპარტავნებაში დაიწყებ ცხოვრებას, ამას გაგაკეთებინებს, შორს არ არის, იმიტომ რომ ნელ-ნელა დაგცემს და შენი უყურადღებობის გამო ერთხელ თითქოს ღვთის მოსიყვარულეს გაქცევს ღვთის მოწინააღმდეგედ, მლანძღველად, ეკლესიის ერთობის მოწინააღმდეგედ და მლანძღველად და საკუთარი სამშობლოს, ისე იგი მლანძღველად და მოღალატედ. აი ესეა, ბოროტ სულს ეს შეუძლია. ქრისტე აერთიანებს სიყვარულში ადამიანებს, ხოლო ბოროტი ეგოიზმში და ბოროტებაში ყოფს ადამიანებს. აი ეს არის კაცობრიობის ხვედრი და ეს არის ჩვენი პატარა ქვეყნის ხვედრიც. და ჩვენ უნდა შევძლოთ ერთი რამე, ეკლესიაში მაინც გავერთიანდეთ ამ სიყვარულში, მეგობრებო, სასულიერო პირებო, ერო და ბერო, ამ სიყვარულში გავერთიანდეთ, რომ გარეთ წავიდეთ და მოვუყვეთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედები დავანახოთ, რას ნიშნავს უანგარო სახურება, უანგარო თავგანწირვა საკუთარი სამშობლოსთვის, ღვთისთვის და ეკლესიისთვის და მოყასისთვის, ყველა ადამიანისთვის. რაში შემწეც გვეყოს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თანა მამი და სული წმინდითურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ღმერთმა დღევანდელი დღის მადლით გააერთიანოს და ერთობა მიანიჭოს ჩვენს ერს და ჩვენს სამშობლოს.